საქართველოზე მინდა გკითხოთ. 100 დღეა ქართველი ხალხი იბრძვის ევროპული მომავლისთვის. როგორ აფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და როგორ შეიძლება ამ არსებული ჩიხიდან გამოსვლა? How can we go from this deadlock? საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. სერიოზულად გვაშფოთებს ქართული ოცნების ქმედებები. ნახეთ გაყალბება, ძალადობა, დაშინება, ბოლო არჩევნების დროს და მოუწოდეთ ინკლუზიური დიალოგისკენ ერთიანობისთვის. ქართველები იმსახურებენ, რომ პატივი სცენ მათ ევროპულ მისწრაფებას, მაგრამ ქართული ოცნების ქმედებები სამწუხაროდ მოსახლეობისთვის ევროპისკენ კარს ხურავს. To Europe for the Georgian population. თუ ფიქრობთ, რომ ამ პრობლემის მოგვარება ახალი არჩევნებით არის შესაძლებელი, რადგან მოსახლეობის ნაწილი და ოპოზიცია ახალ არჩევნებს მოითხოვს. იქნება თუ არა ეს წინგადადგმული ნაბიჯი პოლიტიკური და საკონსტიტუციო კრიზისის დასაძლევად? Yes, and we have said so in the past. New elections. სწორედ ეს ვთქვით ადრე. ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები შეიძლება იყოს კრიზისიდან გამოსვლის გზა. ჩვენ გამოდივართ ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ოპოზიცია და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი პატივისცემა, რომელიც უარ სიტყვის ნებისმიერი სახის ძალადობაზე, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ძალიან შეშფოთებულები ვიყავით არალიბერალური ტრადიციის გამო. ამის ვეუბნებოდით ქართულ ოცნებას არა მხოლოდ ბოლო თვეების განმავლობაში, არამედ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. სამწუხაროდ, რომ ის აშორებს ქართველებს ევროპულ გზას. What about the targeted sanctions? I remembered it now because მიზნობრივ სანქციებზეც გითხართ. იყო მოთხოვნა საფრანგეთის მიმართაც, რადგანაც ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც არის. არის ეს დღის წესრიგში? In agenda, it's on the table. These are among the measures that we've been. ეს არის ზომები, რომლებსაც განვიხილავთ. რა თქმა უნდა, არსებობს ვარიანტები ევროპულ დონეზე და ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ იქნება მიუღებელი და ამას გარკვევით ვიტყვით. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ევროპული საბჭოს შეხვედრაზე, რომელმაც ზუსტად უნდა აჩვენოს ძლიერი ერთიანი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რადგან უკრაინა ახლა იბრძვის საკუთარი თავისუფლებისთვის და უსაფრთხოებისთვის. იმ საფრთხისგან დასაცავად, რომელსაც რუსეთი ყველა ჩვენს დემოკრატიას უქმნის. ასევე ეს არის სამიტი ფინანსების მოსაძლიერებლად ევროპის თავდაცვისთვის. ახლა ისტორიული და გადამწყვეტი მომენტია. მიმდინარეობს აგრესიული ომი ჩვენს კონტინენტზე. ისმის კითხვები ტრანსატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე და შეერთებული შტატების უსაფრთხოების ხოლკაზე. ჩვენ ევროპელებს გვჭირდება, რომ უსაფრთხოების დაცვაზე ჩვენს ბედზე პასუხისმგებლობა ჩვენვე ავიღოთ. ეს ნიშნავს მასშტაბურ ინვესტიციებს ჩვენს თავდაცვაში და ტექნოლოგიებში. კომისია გამოაცხადებს ახალ რესურსებს, გამოაცხადებს მოქნილ გეგმას, რომ წევრმა ქვეყნებმა მეტი ინვესტიცია ჩადონ თავდაცვაში, რაც სწორია, მაგრამ ეს მხოლოდ თავარი, გრძელვადიანი ცვლილებების დასაწყისია. ეს არის საკვანძო ელემენტი და საფრანგეთი წლებია გამოდის ევროპის სტრატეგიული ავტონომიის მხარდასაჭერად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ მივცეთ უფლებას სხვებს ჩვენს ნაცვლად დაწერონ ისტორია. Strategic autonomy of Europeans to depend less on others and make sure that we don't let others write our history instead of us. This shows once again. რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც უარს ამბობს მშვიდობაზე, უარს ამბობს დიპლომატიაზე. ერთადერთი გზა ამ ომის დასასრულებლად სამართლიანი გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად უკრაინაში, რაც ჩვენი სურვილია, არის მეტი ზეწოლა რუსეთზე, მეტი ეკონომიკური ზეწოლა და უკრაინელების დახმარება იარაღით, რომ დავწმუნდეთ, რომ მხოლოდ ზავი კი არ მივიღეთ, არამედ სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობა უსაფრთხოების გარანტიებით, ისე რომ რუსეთმა ვეღარ შეძლოს ხელახალი შეიარაღება და თავდასხმა.